ამას ქვია ნიკოლოზი ქვია. მოდი შენ რა ქვია? საპა, მოდი. ეხლა წარმოიდგინეთ. აი, ერთი შეკითხვა მაქვს. ჯერ ადამიანი შეიქმნა თუ ჯერ ფული იყო? ჯერ ადამიანი. მოდი მაშინ ესე ვთქვათ. სანამ ფული შეიქმნებოდა, ადამიანები არსებობდნენ, ხო მართალია? დღეს ეხლა აი ნიკოლოს რო უნდა რომ დაუშვათ რაღაცა იყიდოს, მიდის ფულს გადაიხდის იმ ღირებულებას რაც არის და ყიდულობს, ხო მართალია? ეხლა წარმოიდგინეთ რომ ფული როდესაც არ არსებობდა. ხო რითი უნდა იყიდა, ხო? ეხლა ნახეთ რა ხდება. დაუშვათ ნიკოლოს მოყავს ხორბალი. ხორბალი მოყავს. მე დავქავს პურს აცხობს. საბა კიდე ყველს აკეთებს. ყველი. ეხლა სიტყვაზე ამ ჩვენ ნიკოლოს რომ დღეს რომ ყველი დაჭირდეს, იცი რა სიზავს? წავა თავის პურს გაყიდის, უნდა ყველს იყიდის, უნდა ფეხსაცმელს, უნდა ტელეფონს და რასაც უნდა იმას იყიდის. ხო მართალია? მაგრამ ეს ფული არ არსებობს. მაგრამ ამ კაცს ყველი უნდა, მარტო პური არ აკმაყოფილებს. ამიტომ რა ხდებოდა? ძველად. ნიკოლოს მიჰქონდა პური. ეს ყველს აძლევდა, აი რა მიხვედრი, ეს ყველს აძლევდა და მაგას ეწოდებოდა ბარტერული გაცვლა. ბარტერული გაცვლა, გაგონია? ხო და დღეს მაგ ბარტერულ გაცვლას ქვია სხვა სახელი. მაგას ქვია სეკრეტ სანტა. ეხლა რატო ვამბობ ამას? აი ეხლა ნახე რატო ვამბობ. დააკვირდით, კარგად დააკვირდით რას ვამბობ. მოდი ბარბარე ხელს რო იწევდი, გამოსვლა რო გინდოდა, მოდი. დაუშვათ. აი კლასში ვარ 3 ბავშვი, 4, ეხლა უკვე 4 ვართ. ეხლა კლასში ცოტა ხანი დამაცადე. კლასში ვართ 4 ბავშვი. ჩვენ გვინდა რომ სეკრეტ სანტა ვითამაშოთ. ჩვენ ჩავყარეთ სახელები, მე ამომივიდა ნიკოლოზის სახელი. მაგრამ ნიკოლოს ვიღაცის ამოვიდა, იმ ვიღაცას კიდე სხვის და ვიღაცას ჩემიც ამოვიდა. ხო მარტო მე ხო დარწმუნებული ვარ რომ ჩემი სახელით ვიღაცას ამოვიდა და მე აუცილებლად საჩუქარს მიყიდიან, მე ისე არ დავრჩები, ხო მართალია? ანუ მეც ვყიდულობ სხვისთვის, სხვაც ყიდულობს ჩემთვის. როდესაც მე სხვისთვის ყიდულობ საჩუქარს, მე უკვე დარწმუნებული ვარ რომ ჩემთვისაც ვიღაც იყიდის. და რა გამოდის? ბარტერული გაცვლა არ გამოდის? მაგრამ ნამდვილი სეკრეტ სანტა რა არის? სეკრეტ სანტა რა არის? იდუმალი სანტა, ფარული სანტა, ეს არის თარგმნება? ხო და რა ფარული სანტა გამოდის? ყველა მიცის რომ ვიღაცა ვიღაცისთვის ყიდულობს. ფარული სანტა რა არის? შენ როდესაც არავის სახელს არსად არ ამოიღებ და შენ სახელსაც არავინ არ ამოიღებ, მაგრამ შენ გადაწყვეტ რომ მოდი ჩემი კლასიდან რამდენიც შეგიძლია, 1 იქნება 2 თუ 3 ბავშვი გაახარო, ისე რომ შენზე არავინ არ იცოდეს რომ შენ გააკეთე. ეგ არის ნამდვილი ფარული სანტა. თუ გინდა რომ ნამდვილი სანტა იყო ფარული, რატო ვამბობ? ეხლა შეხედეთ. 1 პულტი ხო არა გვაქვს სადმე. ეხლა დააკვირდით ერთ რაღაცას, რაც თქვენ არაერთხელ შეგიმჩნევიათ დედამიწაზე. ეხლა შეხედეთ. აი ესეთი რაღაც ხო გინახიეთ? არა, სასაცილოზე არ არის ლაპარაკი, აქ რას ვამბობ? შენ რაღაც ამბოლო დროს კომენტარები ვერ აკრავ ხასიათზე. რას ვამბობ, იცით? ეს ხო დაგინახიათ სადღაც აივნებზე, ფანჯრებზე. სინამდვილეში სანტა კლაუსი და ეს სანტა მოდის წმინდა ნიკოლოზიდან. და თქვენ ეს ისტორია ძალიან კარგად იცით, მე კიდევ ერთხელ გაგახსენებ, მოდი თქვენ შეგიძლიათ დასწრეთ, ბარტერული გაცვლა დამთავრებულია დავწერთ. წმინდა ნიკოლოზის ისტორია მინდა გაგახსენოთ. თქვენ ხო არ გინდათ რომელიმე გაგვახსენოს?
გაგვახსენე. მოდი აბა მოგვიყევი. ოღონდ მოკლედ მოგვიყევი. რა ხდებოდა? იქნებ ბავშვებისა უფრო კარგ გამოისმენ. ანუ მე როგორც მახსოვს ერთ კაცს ყავდა გასათხოვარი 3 გოგონა და ანუ ძალიან უჭირდა ამ კაცს და უნდა გაეთხოვებინა რომელიმე გოგო, ერთი გოგო, იმიტომ რომ არ ქონა იმდენი შესაძლებლობა რომ სამი გოგო გაეთხოვებინა და ამ წმინდა ნიკოლოზმა რომ გაიგო დეთავარმა ღამით ჩუმად ანუ გაიარა და ღამით ჩუმად ჩავდა ანუ ფულით სავსე ქისა ამ კაცის სახში და ამ კაცმა ამ კაცს ძალიან გაუხარდა და გაათხოვა არის ერთი გოგონა და მე ხო დარჩა ისე ორი გოგონა გასთხოვარი და წმინდა ნიკოლოზი ისევ მივიდა და ისევ ჩაუგდო და ამ კაცს უკვე დაინტერესდა რომ ვინ ჩუქნიდა ფულს ამ გოგო ამ რო ეხმარებოდა ვინ ჩუქნიდა ძალიან დაინტერესდა და ერთ დღესაც დარჩა გარეთ და ჩამოვარდა თუ არა ეს ქისა გავიდა და ნახა რომ წმინდა ნიკოლოზი იყო და წმინდა ნიკოლოზი უგდებდა ამ ფულს ეხმარება. მადლობა. ანუ ეხლა მე მაქვს შეკითხვა, ესე იგი. როდესაც წმინდა ნიკოლოზი თან ეხლა ცნობილია რომ რომში ეს რომის იმპერიის პერიოდია, ჯერ კიდევ და როდესაც წმინდა ნიკოლოზი ცხოვრობდა და რომის იმპერიაში ლეგიონერებს, ანუ სამხედროებს, ესე რომ ვთქვა, უფრო გასაგებად, ყველაზე დიდი ხელფასი ჰქონდათ. და აი ამ ქისაში რამდენი წმინდა ნიკოლოზმა ჩაუგდო სარკმლიდან, სწორედ აი ამ ხელფასის ოდენობის თანხა იყო. და ეხლა მე გეკითხებით, როდესაც წმინდა ნიკოლოზი ზღვის სარკმელში აგდებდა ამ ქისას ფულით სავსეს, მან იცოდა რომ ის სარკმელში ვიღაც აგდებდა? არ იცოდა, ხო? გარც არავინ არ აგდებდა. და წმინდა ნიკოლოზი ისე აკეთებდა, რომ არც არავის გაეგო რომ თვითონ აკეთებდა. ეგ არის ყველაზე მთავარი. და იცი რატო ვამბობ? ჩვენ უნდა ვისწავლოთ. მოდი, კარგი ხმა კი აქვს, მაგრამ ცოტა ხანი გაიცა. მერე ისევ ჩავთვალოთ. რატო ვამბობ? იცი, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ისეთი სიკეთე, რომლის გამოც ჩვენ ტაშს არავინ დაგიკრავს. იცი რატო? ამის გამო ღმერთი დაგიფასებს. ანუ ჩვენი мотивация თუ ის არის, რომ ჩვენ ტაში დაგვიკრან, ანუ მიზანი თუ ესაა, რომ ვიღაცამ თუნდაც ხურვალი აპლოდისმენტებით დაგვაჯილდოს. რა ხდება ამ დროს? ჩვენი გაკეთებული სიკეთის გამო აქვე დაგაჯილდოეს მიწაზე და ზეცაში არაფერს არ უნდა ელოთ. ეს უფლის სიტყვებია. ამიტომ ჯობია ისე გააკეთო სიკეთე, რომ აქ არ დაგინახო და იქ გამოჩნდება. თუმცა აქ როგორც არ უნდა ეცადო, რომ დაფარო შენი სიკეთე, მაინც გამოჩნდება, მაგრამ შენ არ უნდა გამოაჩინო. იცი როგორ გამოჩნდება? აი დაუშვათ. მოდი ეგ მეორეთი ეგრე აღარ დამანახო, შეინახე. როგორ გამოჩნდება, იცი? დაუშვათ შენ ბაღში დათესე ხორბალი, აი სადა ნიკოლოზი რო ხორბალს თესავდა, ხო იყო? დაუშვათ შენ ხორბალი დათესე. არავინ არ იცის რომ დათესე, იმიტომ რომ მიწას არ ეთყობა შენ რომ დათესე. ზოგმა შეიძლება ასე იქნას რომ დათესოს და მიწა არ მიაყაროს, რომ ხალხმა გაიაროს და ნახოს, აი რა კარგი ხორბალი დაუთესია, მაგრამ ეგ ხორბალი არ ამოვა. ხორბალი მაშინ ამოვა და გაიხარებს, როცა მიწას მიაყრი. ხო მართალი? მიწას რომ მიაყრი, არ ჩანს რომ დათესილია, მაგრამ დრო მოვა და ის გამოჩნდება რომ დათესილია. ისე რომ ღმერთი თავის დროზე ამ ქვეყანაშიც გამოაჩენს შენს სიკეთეს და იქაც